ინფლუენსერების გამოყენების კულტურა და ცოდნაც არ აქვს. ძალიან მარტივად ვიტყვი რა, როგორ შეიძლება ერთ და იგივე ინფლუენსერი ჯანსაღ რაღაცასაც არეკლამებდეს, მე არა ჯანსაღსაც, მე ისეც, მე ასეც. თვითონ ინფლუენსერებმაც არიციან სამწუხაროდ ბოლომდე როგორ უნდა წარმოჩინდნენ. პატარაა ბაზარი და დიდია ცთუნება, რომ ხო, კაი, ეხა ბურგერსაც გავარეკლამებ თქვათ და ჩიპსებსაც და მერე ბროკოლისაც რა, ხო ხდები და მაინც მგონია რომ გძელვადაში მიუხედავად იმისა რომ ფული გვინდა ხო ჯობია რომ რაღაც ისე წარმოჩინდე რომ აი რომელი ინფლუენსერი ხა რომელი დავიქირაოთ კი არა აი რაღაც თემა რო იქნება შენ გაახსენდე ხო და ხა კომპანიისთვისაც საზიანოა რა ეხა შენ რაღაცა ჯანსაღ ბროკოლის რო არეკლამები და მეორე დღეს ჩიპსით ისა ხო მაშინ კეთილინებე და გადაუხადე ფული ექსკლუზივი რო იყოს და არსად არ წავიდეს სხვაგან, მაგრამ ეს სხვა ფულია, ხო ხდები, ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემებია და მაინც მენტალობამდე დადის.